განახლებული ნაციონალური მოძრაობა, თუმცა ძველი თავმჯდომარე 10 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ისევ ოპოზიციური პარტიის ლიდერია. რაც შეეხება გენერალურ მდივანს, ყრილობაზე გადაწყდა, რომ გენმდივანი ისევ ვანო მერაბიშვილი იქნება. თამარ ტომარაძე დაესწრო ყრილობას სპორტის სასახლეში. თაკო, რა ძირითადი გზავნილები ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს? დიახ, დღეს დავით ბაქრაძის მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი მესიჯი ხელისუფლების მიმართ ეხებოდა ეკონომიკურ მდგომარეობას. დავით ბაქრაძემ ხელისუფლებას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესთავაზა 3 ქმედითი ნაბიჯის გადადგმა. ეს ეხება გადასახადების შემცირებას, ახალ რეგულაციებზე უარის თქმას და ეკონომიკურ ამნისტიას. საკუთარ გამოსვლაში დავით ბაქრაძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის წარსულზე, როგორც ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, პოლიტიკურმა პარტიამ საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა წარსულში, თუმცა ისინი ახლა განახლებული ძალებით ცდილობენ ხალხის ხელახალი ნდობის მოპოვებას. დღეს სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, მას საზოგადოებას წარუდგინა ნაციონალური მოძრაობის განახლებული დროშა, რომელზეც გამოსახული არის 4 გული და როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არის სიყვარულის სიმბოლო. პრეზიდენტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა დავით ბაქრაძეზე და ასევე პოლიტიკური პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმებზე. ბოლოს კი განაცხადა, რომ ეს არ არის დასასრული და ეს არის უკან დაბრუნების დასაწყისი. სჭირდება მომავალი პრეზიდენტი, რომელიც იქნება თითოეული ადამიანის და არა მხოლოდ მისი პარტიული მომხრეების პრეზიდენტი. ხალხი დაიღალა მუდმივი დაპირისპირების, შუღლის და დაძაბულობისგან. მადლობა. შევწყვიტოთ ეს დაპირისპირება და მთელი ჩვენი ენერგია მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და ხალხის უკეთ ცხოვრებას. მე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, თავაზობ მთავრობას ერთად გადავდგათ 3 ნაბიჯი ეკონომიკის გაჯანსაღების და ასეულობით 1000 ქართული ოჯახის უკეთ ცხოვრებისთვის. პირველი, გავაგრძელოთ გადასახადების შემცირება. მეორე, უარი ვთქვათ ახალი რეგულაციების შემოღებაზე. და მესამე, მოვახდინოთ ეკონომიკური ამნისტირება და ბიზნესის სრული დეკრიმინალიზაცია, რითიც ბიზნეს შევუქმნით დაცულობის განცდას და სწორედ დაცული და გაფართოებული ბიზნესის შედეგად შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. მეგობრებო, დღეს ბევრს საუბრობენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე და ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. თავიდანვე ვამბობ, დიახ, მე მინდა ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან, მაგრამ ასევე ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს ურთიერთობა ვერ გაუმჯობესდება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ბოლო რამდენიმე წელი თქვენ იხილეთ, როგორი უნდა იყოს ან არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ორივე ერთად, ვინ როგორ შეაფასებს. უნდა იყოს თუ არა ან რომელიმე ქვეყნის მარიონეტი, მით უმეტეს დამპყრობლის, ან რომელიმე დიდარი ადამიანის მარიონეტი, თუ უნდა იყოს დამოუკიდებელი მოაზროვნე პიროვნება. მოძრაობა ის რაც გვიცავს დაღუპვისგან, გაყინვისგან. რა თქმა უნდა, როცა იღლები და 9 წელიწადი დაღლისთვის საკმარისი იყო, შობია ჩამოჯდე ქვაზე, დაფიქრდე, შეიძლება ცოტა ოცნებასაც მიეცე, მაგრამ დიდხანს ოცნება ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ძალიან საშიშია, გაიყინები და დაიღუპები. დღეს ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე დასასწრებად აქ შეიკრიბა მოსახლეობა, როგორც თბილისის მცხოვრებლები, ასევე რეგიონის მცხოვრებლები. ისინი შუა დღეს უკვე დაიძრნენ რეგიონებიდან და ჩამოვიდნენ თბილისში სპორტის სასახლეში. ყრილობის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ისინი კმაყოფილები დარჩნენ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის, ქვეყნის პრეზიდენტის და ნაციონალური მოძრაობის წევრების დაპირებებით. ნაციონალურ მომწონს ყველაფერი, მომწონს მათი პირდაპირობა, მათი პატიოსნება და საქმისადმის სწრაფვა. მომწონს ის, რომ ისინი არ არიან რუსეთის მონები, არც ხნებენ არასოდეს. მე მიხარია, რომ მე ვარ ამ პარტიის მხარდამჭერი. ძალიან მომწონს მე ეს პარტია გენაცვალე, ერთიანული ნაციონალური მოძრაობა. ეს არის საქართველოს ავანგარდი და მე დავაკვირდი, რომ თუკი საქართველოში ვინმე წერა კითხვა იცის, ყველა არის ნაციონალური მოძრაობის მომხრე. და ისინი ვინც არ არიან ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, მე ისინი ყველა მიყვარს, მაგრამ მათი აზროვნება ცოტა ჩამორჩება.
მე შეგახსენებთ, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-6 ყრილობა. დღევანდელ ყრილობაზე შემუშავებული იქნა ახალი წესდება, ასევე აირჩიეს პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა და თავმჯდომარე, რომელიც არის უკვე დავით ბაქრაძე, ასევე დღევანდელ ყრილობაზე აირჩიეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თუმცა ის ისევე როგორც წარსულში კვლავ მიხეილ სააკაშვილია. მადლობა თაკო, ეს თაკო ტომარა